მაგრამ მაინც კითხავთ. კი, რაც ყველაფერი. აი რაღაცა რუსეთთან გაიგივებდნენ და კი, ასე გეტყვით, მე რუსეთთან მაიგივებდნენ და დღესაც მაიგივებენ. იძულებით ვიყავი წასული, იმიტომ რომ თბილისში არც კონცერტზე არ გამოვყავდი, არავის ამ ციხის მერე და ვიყავი შავსიაში, როგორც არა მარტო მე, რამოდენიმე შემსრულებელი, ვინც არ ვიყავით მიშას საყვარელი მომღერლები და მისი მომხრეები, ამიტომ ავდექი და წავედი მოსკოვში. მე ძაღლს აქვს პასპორტი და ადამიანი უპასპორტოდ ვერსად ვერ იცხოვრებს, მე ესე ვთვლი. რის მერეც გამომაცხადა მიხეილმა მოღალატეთ, რამოდენიმე მომღერალსაც მახსოვს ძალიან ჩემი თვალით მაგ ნანახი, გვარებს არ ჩამოვთვლი. ვიტყვი რომ ნუკრი კაპანაძემ და ანდრი ჯოხაძემ დამიცვეს. ამ ეს კითხვა რო დაუსვეს, რომ ხო არის მოღალატე და რამოდენიმე სხვა მომღერალმა თქვა მოღალატე აბა რა არისო. იმასაც ვიტყვი რომ ბინაც კი მაქვს დღესაც მოსკოვში. რო წამოვედი მოსკოვიდან, როგორ მომეცა საშუალება ჩამოსვლის 9 წელია. შეუძლიათ რომ შეამოწმონ საზღვარზე თუ ვარ გადასული საერთოდ. არ გადავსულ ვარ 9 წელია ფეხი არ ჩამიდგავს რუსეთში. როცა თავისუფლად არც ვიზა მჭირდებოდა მაშინ და არც სასტუმრო კიდევ. ბინაც დაკეტილია და 9 წელია ხო გონებით ფეხი არ ჩამიდგავს მოსკოვში.